მებით გთავაზოთ ბორეევის წიგნის განხილვას, ალბათ ზოგი ფიქრობ ჯერ კიდე არ დამთავრდაო, კიდევ არის 2, ამის გარდა კიდევ იქნება მე მგონი 1. მეტი თუ არა. ატვირთა. ჩვენ გავჩერდით ხო თავზე ვედური რელიგია. აქ ლექსია, მაგრამ ლექსი მე გამოვტოვე. ჩემი ხილვის დამსახურებით ეს ამბობს ბორეევი ამას. ორგანიზატორულ გენიობას და სეციური მეგობრობის დახმარებას არის კულტურის დაფუძნებელმა შექმნა აზიის ცენტრში პირველ ყოფილ ირანში ლამაზი ხალხი ცივილიზაციური საზოგადოება რომის ქარიშხალმა უნდა გაანათოს დეგრადაციისკენ მიმავალ სამყაროს. ესე უნდა გაანათოს დეგრადაციისკენ მიმავალ სამყაროს გზა. ჩრდილო არიების კოლონიები გავრცელდა აზიაში, ევროპაში. თათარეული მასხედველობა და ჩართეს თავიანთი სახატები, ჩვევები და ღმერთები. ამ კოლონიებიდან მსუქანი განშტოება ინდუსების, არიელების არის მიახლოებით ჰიპერბორეელებთან პირველყოფილი ჰიპერბორეელებთან იმ ჰიპერბორეელებთან, რომლებიც კუნძულ ტულეზე მოვიდნენ ატლანტიდიდან. ესე იგი ინდუსები ყოფილან იმ ჰიპერბორეელების გადმონაშთი, რომლებიც ცხოვრობდნენ ტულაზე და ტულაზე მოხვდნენ ატლანტიდიდან. წმინდა ინდუსური ვედები მახაბჰარატა უპანიშადი აქვთ ჩვენთვის სამაგი ფასი. ესე იგი მახაბჰარატას უპანიშადსაც მახაბჰარატა უპანიშადი, ეს არის წიგნის დასახელება და მას აქვსო ჩვენთვის სამაგი ფასი. ისინი გვიამბობენ არიული რელიგიების აზრს. წყინავი სხივები რომლისა არის ვედური ჰიმნები. შემდეგ ისინი იძლევიან გასაღებს
მეხსიერების გასააქტიურებლად და გვაძლევენ პირველ კრისტალიზაციას მთავარი იდეებისა, დოქტრინებისა, ყველა არის რელიგიებისა და ანტირელიგიებისა. გავაკეთოთ მოკლე განხილვა შინაარსის და ბირთვისა ვედური რელიგიისა. არაფერი არის იმაზე უბრალო ვიდრე ღრმა ნატურალიზმი ერწყმის ტრანსცენდენტურ სულიერებას. ასეთი ნიშნულობის წინადადებას ყოფილა ტრანსცენდენტური სულიერება. ამას მე ცალკე ვნახავ ინტერნეტში. გათენების წინ ინდური ოჯახის თავი დგება საკურთხევლის წინ, რომელიც არის აღმართული მიწიდან, რომელზეც ანთია ცეცხლი, რომელიც დაინთო ხის ორი ნაჭრიდან. ოჯახის თავი ერთ და იგივე დროს მღვდელი და მეფე სხვადასხვა შეწირვისა, ესე იგი ოჯახის თავიცა, მღვდელიცა, მეფეცა, თავისი ოჯახის. იმ მომენტში ამბობს ვედური პოეტი, როდესაც თენდება თეთრ სამოში მოწყობილი ოჯახის თავი ამბობს, წარმოთქვამს ლოცვას, თან მიმართავს განთიაც სავიტრის, ესე იგი მზეს ინდუსები უძახიან სავიტრის და ყოველ განციაც მიმართავს სავიტრის მზეს და ასურებს სიცოცხლის სულებს. დედა და ვაჟები ასხამენ ამ მომენტში მცენარეს ასკლებ ისაგან დამზადებულ სითხეს, სომათს, ცეცხლ ანგში. ხო, ესე იგი ამ ცეცხლს, რომელიც ოჯახის თავს აქვსო დანთებული, ამ ცეცხლს ქვია აგნი. მე მგონი თქვენ ბევრჯერ გაგიგონიათ ეს სიტყვა, ოღონდ ყურადღება არ მიგიქცევიათ და ხშირად ჟღერს ინტერნეტში. ამ წმინდა ცეცხლს უწოდებენ ინდუსები აგნი და აღმავალი არის მიაქვს უნახავ ღვთაებისაკენ გაწმენდილი ლოცვა, რომელიც გამოდის პატრიარქის პირიდან და ოჯახის თავის პირიდან. პატრიარქიც და ოჯახის თავიც, მეფეც და მღვდელიც არის ერთ და იგივე. ოჯახში. თვითონ ოჯახის თავია ყველაფერი. ვაგრძელებთ. ვედური პოეტის ბუნება არის გამჭვირვალე საფარი, რომლის მიღმა ცხოვრობენ ღვთაებრივი ძალები. ამ ძალებს მიმართავენ კეთილი ლოცვით. ის მათ აღმერთებს, მაგრამ იცის, რომ ეს მხოლოდ მეტაფორებია. მისთვის სავიტრი
იმდენად მზე არ არის, რამდენადაც ვივასვატი. მე ნელა იმიტომ ვკითხულობ, რომ გასაგებად თქვა. თან ვერ ხედავ ასოებს კარგად. სიცოცხლის ხელოვნების ძალა, რომელიც ასულიერებს მზის სისტემას. გრანდიოსული ხატები, რომლებიც იხურება ფართო დინებებით, ვედური სტროფებიდან გიმნებისა წარმოადგენენ მხოლოდ გარს ვედებისა აგნის იდეით საღვთო ცეცხლისა ჩვენ ვეხებით თვით ბირთვის დოქტრინას მის ეზოთერიკულ და ტრანსცენდენტურ უკაცრავად ცოტა რთული სიტყვა ტრანსცენდენტურ ფუძებს სინამდვილეში აგნი არის კოსმოსური ძალა სამყაროს საწყისით მის მსგავსად როგორც ხის თესლში ჩადებული ხის ნაწილები ფურცლები ქერქი ნაყოფი როგორც ერთიანი ცეცხლში ჩამწყვდეული მრავლობითი იდეა აგნი უძველესი ღმერთებს შორის მთავარი მღვდელია ცაში ისევე როგორც დედამიწაზე სომა სასმელი შეესაბამება აგნის სინამდვილეში სომა არის კოსმოსის ენერგია რომელიც შედის მეშვიდე ჩაკრაში იოგურ სუნთქვაში ანუ ვილომა თავის კენწეროდან სომა კენწეროდან ჩაკვრიდან მიედინება ლალანა ჩაკრაში რომელიც იმყოფება ზედა ცაზე აქ ზედაცა იგულისხმება ლალანა ჩაკრა განლაგებულია პირის ღრუში ზედა ცაზე ზედა ტელეგაროდკარომა ხოლმე პროტესტს ვადებენ მთლიანად თუ ისაც კვილი არ აქვს იმ ცაზე ცოტა მოახლოებული საყლაპავთან იმ ადგილას შუა ადგილას იქეთ ცოტა ჩაწეული იმ ადგილას არის განლაგებული ჩაკრა ლალანა ეს არ შედის იმ 7-8 ჩაკრაში ეს არის პირის ღრუში განლაგებული რომელიც იმყოფება ზედა ცაზე როგორც მე გითხარით იქიდან ჩეული ლოკავს ენის წვერით ცას და შთანთქავს ღვთაებრივ ნეტარებას სამათხის ახლა წარმოიდგინეთ თქვენ ვისაც კვილები არ აქვს მე მაგალითად 10 წელი ვატარებდი კვილის პროტეზს შემდეგ ჩემი კვილები დამწროდა დენტაც წაიშალა და ფიზიკურად ვერ გავიკეთე და იმ ჩამდგმულ კვილებს მე ვერ გავიკეთე პრობლემები ვისაც აქვს ღრძილებთან დაკავშირებით მაგ ჩამდგმული კვილები საერთოდ არ შეიძლება დავინტული რომა ხო და წამოიდგინეთ მე 10 წელი ვატარებდი ამ ეს მთლიანად იყო დაფარული ცა და ახლა რომელ ენერგიას ალოკავდი მე მაგალითად ყველაფერი რაც ჩვენ გონია ბევრი ტექნოლოგიური განვითარება სასიკეთოდ არაა მოგონილი ადამიანის სასიკეთოდ ბუნების სასიკეთოდ კარგი მე არ გადავუხვებ თემასა და
მინდა ეს გავთვირთო და დროს წამართნეს. მეხსიერებასაც არ ეყოფა ადგილი. უნდა გამაგრძოთ. ზოგი უვიცი ხალხი უწოდებენ სომას ალკოჰოლურ სასმელს. მცენარის გადადუღებულ სასმელს, რომელშიც ისხმება სხვადასხვა შეტირვების დროს ღმერთებისთვის. ღმერთებმა დალიეს სომა და გახდნენ უკტავები. მართალი ხალხი, რომლებიც სვამენ ამ სასმელს, ისინიც გახდებიან უკტავები. და ეს მეტაფორა არ არის. არამედ ეს ახდენილი ფაქტია. ესე იგი, ვინც დალევს ამ სასმელს, სომას, ღმერთები გახდებიანო ამბობენ და ნებისმიერი ადამიანს შეუძლია ღმერთიო გახდეს თუ ამ სასმელს დალევსო და ეს მეტაფორა არ არისო, ეს ნამდვილი ფაქტიაო. მე ვიცნობ, ამბობს ბორეევი, მასეთ დედამიწელებს, რომლებიც გახდნენ უკტავი. ღმერთების თანაბარი და სვამენ სომას და ცხოვრობენ ამ მიწაზე. ვედური და ბრამანული მღვდლების, ასურების, უხილავი, სულების და პიტრისები ან სხვაგვარად მართომხრიანი წინაპრების სულები სრულიად, რეალურად არიან, ესწრებიან მსხვერპლ შეტირვის დროს. განაგდებიან ბალახზე საკურთხევლის გარშემო. აქ სულებზეა საუბარი. არა ცოცხალ ადამიანებზე. მოზიდული თავის უხილავი სამფლობელოდან ცეცხლით, სიმღერით და ლოცვებით. რაც ხდება სულის უკტავებას, რაც ეხება სულის უკტავებას, ვედები ამტკიცებენ, ადამიანში არის უკტავის სული, აი მისი გათფობა საჭირო აგნი შენი სხივებით. ალებად შენი ცეცხლით ვედური პოეტები მიანიშნებენ ბედზე სულისა, ეძებენ მის წარმომავლობას, საიდან იბადება სულები მოდიან ჩვენთან, მიდიან ისევ ბრუნდებიან და ისევ მიდიან. მოდიან.
გასაგებია ორი სიტყვით რეინკარნაციაზეა საუბარი, რომლებიც დიდ როლს ითამაშებს შემდგომ პირველად როლს ბრამანიშში და ბუდიზმში ეგვიპტელებთან, ორფიკებთან, პიფაგორის ფილოსოფიაში და პლატონის ფილოსოფიაში. რამა ამბობდა, რომ სამი კოსმოსური კანონი აიძულებს ადამიანებს ცხოვრობდნენ ცხოვრებაში ევოლუციონირდეს, ესე იგი ევოლუციას განიცდიდნენ, ადამიანმა ევოლუციონიროს, ესე იგი განვითარდეს ერთინების თავისუფალი კანონი და არა ბიოლოგიური მიზეზები, რომლებიც აიძულებს ადამიანს იყოს მორალურად ან არამორალურად ყოფას. მეორე კანონი კარმის კანონია, იქცევი სხვანაირად მიიღებ უხვი დარტყმებს და ბოლოს მთავარი კანონი, საერთო სიყვარულის კანონი, კუთხური კოსმოსის კანონი. ნებისმიერ ადამიანს ურჩევნია მოექცეს ყველაფერს და ყველას სიყვარულით, რადგან ეს დაგიბრუნდება უკან ისევე. მასეთნაირად ჩვენ ვხედავთ არიელმა ერმა როგორ დაუდო საწყისი დამაპყრობელის და კულტურულის მისიას. მაშინ შეეძლოთ ლამაზი ცხოვრება ყვარებოდათ, მაგრამ მათ შეეძლოთ ერწმუნათ პარალელური სამყაროს რწმენა. მეფე სუნთქავდა მის სასახლეში გორაზე, რომელიც აღმართული იყო მეფე ცხოვრობდაო, სუნთქავდაო გორაზე, სადაც იყო აღმართული სასახლე და ეს სასახლე იყო გორაზე აღმართული სოფლის ზევით, მაღლა. ომის დროს ის გადმოდიოდა ძველი რაკეტებით რაკეტა მაშინდელი ხომალდეს თავიდან უძახდნენ რაკეტებს და ის გადმოდიოდა თავისი რაკეტით შეიარაღებული მოგვიანებით. როდესაც ბრაჰმანებმა გააძლიერეს თავიანთი ავტორიტეტი სასახლე მაჰარაჯთან ან ცრემსადენიან მეფესთან გაჩნდა ქვის ხო ამ ცრემსადენიან მეფესთან ეტყობა იარაღი ქონდა მეფეს, რომელიც გაშვების დროს მოქმედების დროს ცრემლი მოსდიოდა ხალხს, ალბათ ცრემსადენიანი მეფესთან, მაჰარაჯესთან. ხო, ბრაჰმანებმა გააძლიერეს თავისი ავტორიტეტი, მაჰარაჯას წინაშეც კი იყვნენ ძლიერები.
ან იგივე ალბათ იგულისხმება შერაღებული მეფე. ხო, და ამ დროს გაჩნდა ქვის პაგადი, სიტყვა პაგადა, ეს მრავლობითია პაგადა ყოფილა, ქართულადაც პაგოდაა. ონდეს ამინდი არა, რუსულიდან რო თარგმნიან არა, მახვილიც პაგადა ასია და სიტყვა პაგოდა მეორე ოსია მახვილი. პაგადა ასია მახვილი ნიშნავს ბუდისტურ ტაძარს და იმ მომენტშიო, როდესაც გაძლიერნენო, ესე იგი, ბრაჰმანები მახარაჯას დროს გაჩნდაო ეს პაგადები. პაგოდა, ესე იგი, ეს ბუდისტური ტაძრები, ქვის ბუდისტური ტაძრები გაჩნდაო იმ დროს. და საიდანაც მოვიდნენ ხელოვნება, პოეზია და ღმერთების დრამა, რომელიც გამოხატავდა მოცეკვავეების, ხო, ღმერთების დრამა, რომელსაც გამოხატავდა გამოხატავდნენ მოცეკვავეების მიმიკით, სიმღერებით. მაგ შორეულ დროს არსებობდნენ კასტები, მაგრამ არ იყო ძალადობა კასტებს შორის. სიჩქარეში სხვა დამიწერია. ეს კასტები სხვათა შორის შემოიტანა რამამ და მაშინ იცავდნენ ყველაფერს. ესე იგი, მეომარი იყო მღვდელიც და მღვდელი იყო მეომარი. ესე იგი, რა უნდა ბორეებს თქვას, რომ ვინც მეომარი იყო, მას შეძლო ყოფილიყო მღვდელი. ვინც მღვდელი იყო, მას შეძლო თავი დაეცვა, გვერდიდგომები დაეცვა, შეძლო ბრძოლა, ამას ნიშნავს. და ეს ორი, მეომარის და მღვდელიც, ერთნაირად რჩებოდა მეფის მოსამსახურე და ლოცულობდა. კიც ომობდა მეფისთვის და კიც ლოცულობდა. ხო, შეიძლება შედარება გააკეთო, მაგალითად, ვინც მორწმუნეა, ხო, ლოცულობს ხოლმე ყოველდღე თავისი ოჯახისთვის, ხოლმე ამხანაგისთვის, ნათესავისთვის, აი ამდაგვარად. მოგვიანებით უკვე ჩვენ ერაში გაჩნდა ახალი სახე, რომელიც იყო თვინიერი ერთი შეხედვით, მაგრამ რომელსაც ჰქონდა დამჯერი მომავალი. არსება გრძელი გაშლილი წვერით, ნახევრად შიშველი, დაფარული ნაიარევით, ეს იყო მუმი, წმინდა იოგი. ის ცხოვრობს წმინდა ტბასთან გაველურებულ უდაბნოში, სადაც მედიტირებს და ასკეტის ატარებს. დრო და დრო ის გამოდის მეფესთან იმისთვის, რომ მეფის სინდისი დაამშვიდოს. ხშირად მას იშორებენ. არ უსმენენ, მაგრამ ამავე დროს პატივს სცემენ და მისი ეშინიათ. უინტერესო მეფის რაჯას რომელიც თავს იწონეს ოქროს ეტლით, რომელიც გარშემორტყმულია მეომრებით და ამ მუნის შორის თითქმის შიშველი, რომელსაც არა აქვს იარაღი, ვიდრე თავისი აზრისა, სიტყვისა და მზერისა, ჩნდება კამათი ხოლმე და გამარჯვებული იქნება ხოლმე არა გაბრაზებული მეფე, არამედ მუნი, რომელიც არის მორთული ძონძებით, სუსტი, სათუთი, პატარა
და ღარიბი, როგორც საველე თაგვი, რადგან მუნის მხარეს იქნება ცოდნა და ნამდვილი ნება, ესე იგი აგნი, წმინდა ცეცხლი. ეს აგნის უწოდებენ ინდუსები წმინდა ცეცხლს, მაგრამ აგნი ყოფილა კიდევ კოსმოსური ენერგია. ესე იგი მუნისთან გააჩნიაო კოსმოსური ენერგია აგნი, რადგან იოგას ხარეს იქნება უცხო პლანეტელების ცივილიზაციები, რომლებიც კურირებენ ჩვენ პლანეტას და რომლებიც ეხმარებიან მიწერ ადამიანებს ადგეს მოხოხიალე ადამიანის ფეხებზე. შემდეგი თემა ტაძრები და ვიმანები. აქ ლექსია მოყვანილი, მაგრამ მე ეს ლექსი გამოვტოვე, პირდაპირ ტექსტზე გადავა. მე ლექსი არ გადამითარგმნია. მეგობრებო, ჩემო, ნახეთ როგორ ამშვენებს უძველეს ინდურ ტაძრებს მოგრძელებული ცილინდრები. ისინი გამოსახავენ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებზეც ძველ დროში ყოვლისშემძლე ღმერთები მოვიდნენ ბობოქარი კოსმოსიდან. ინდუელების ტაძრების სახურავები წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმით, როგორც საფრენი აპარატების ფორმები, რომლებიც მოფრინდნენ მათთან პირველი ჰიპერბორეელები. ყველა საფრენ აპარატებს ეწოდება ინდურად ვიმანები. ეს იყო არა მხოლოდ მძლავრი ხომალდები, რომლებზეც შეიძლებოდა ვარსკვლავთაშორისო მოგზაურობები, არა, საუბარია მხოლოდ პატარა აპარატებზე, დედამიწის ატმოსფეროში საფრენად, უკეთეს შემთხვევაში, რომლებიც გამოიყენებოდა მგზავრნილების გადასაცემად დედამიწის და დედობრივი ხომალდ შორის. ეს ვიმანები დაწვრილებით აღწერილია მახაბჰარატას ტექსტებში და სხვა ისტორიამდე წიგნებში. 1953 წელს სამეფო სანსკრიტის ბიბლიოთეკამ ქალაქ მაისურისა სამხრეთ ინდოეთში გამოაქვეყნა დაბერებული მანუსკრიპტები სახელად ფიმა ანილა საასტრა. ეს არის მანუსკრიპტის დასახელება. ეს ტექსტები ნახეს დაობებულ სარდაფში, დროით დანგრეულ ტაძარში, მთელი პაჩკა შებოჭილი დამპალი ბაწრით და გაჭედილი ორი ხის დაფის შორის. სანსკრიტის ტექსტის 10 ნაწილში დაწვრილებით არის აღწერილი მომზადების მეთოდები და ფრინავების, კოსმოსური სკაფანდრები, საფრენი კომპონენტების ელემენტები, ფრინავი აპარატისა, მშიერი მეტალები, რომელიც ჩამთქავენ სითბოს და სხვადასხვა მექანიკურ ხელსაწყოების სახეობები დასახელება. მაგალითად იქ წერია სარკე, რომელიც აგროვებს ენერგიას, შედგება ვერცხლის წყლის 5 ნაწილისაგან. მიკა არის სლუდა რუსულად, მიკის 6 ნაწილისაგან შედგება. ამ ეს სლუდა შედგება 6 ნაწილისაგან, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც მიკა, ანუ სლუდა არის მიკა. 8 ნაწილი მარგალიტის ფხვნილისა, 10 ნაწილი გრანიტის მარილისა, 8 ნაწილი და ასე შემდეგ. ეს და სხვა კომპონენტები
იწმინდებოდა, იტონებოდა და ცხელდებოდა ფეჩში ტემპერატურამდე 800 გრადუსი, როდესაც ნარევი იქცეოდა სკელ სითხედ, მას ასხამდნენ სპეციალურ ფორმებში და თანდათან აცივებდნენ. გასაკვირია, მაგრამ რეკორდული სიჩქარეც კი ფრენისა განისაზღვრებოდა თანამედროვე ერთეულებში 57-60 კმ/სთ. ესე იგი, ჩვენი ერთეულები და ორეულები საზომისა ჰქონდა ჰიპერბორეელებს. ყოველი ისტორიამდე მყოფი მფრინავი არეელების იყო აღჭურვილი ნაზი ელვარ გამყვანით. ძველი ტექსტების თანახმად ბუნებაში არსებობს 5 სხვადასხვა ელვის სახეობა და 5 ცისფერი სახეობის ელექტროდენი. 1953 წელს ინდოელმა მეცნიერებმა და ინჟინერებმა შეეცადნენ გარკვეულიყვნენ ახტერებში, რომლებიც შედგება ფიმაანილა საასტრაში. მაგათმა სკონსტრუირება გაუკეთეს ვიმანს კაცრი ესე იგი მიყვებოდნენ ძველ ნახაზებზე, იქ ყვებოდნენ ძველ ნახაზებზე და აღწერილი იყო ესე იგი მიყვებოდნენო ძველ ნახაზებზე და აღწერებზე გამოვიდა რაღაც თვითმფრინავი ბიპლანის მაგვარი. თვითმფრინავი იყო სამანევრო, მაგრამ ფრენა შეეძლო. თანამედროვე მეცნიერების და ტექნიკის შედეგად გამოვიდა არც ისე შტაბი, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს რეკონსტრუქცია ხდებოდა 60 წლის წინ და მანუსკრიპტში მოცემული მონახაზები ინჟინერების იყო გაუგებარი. ვერ გაერკვნენ თუ როგორ აიშენებინათ რეაქტიული ძრავა ტექსტებში არის მოცემული აღწერა მრავალპალუბიანი ვიმანებისა ელექტრომაგნიტური ძრავით. სხვა ისტორიამდე მანუსკრიპტებში მწერლის ხელმა დაწერა მოდელებზე მაგნიტური ფეჩით, საიდანაც გამოვარდება ხოლმე ცეცხლი. მფრინავი აპარატი, რომელიც დააკონსტრუირეს 1953 წელს, აღჭურვილი იყო იზოლატორებით, ელექტრული ხელსაწყოებით, როტორებით და ძრავებით, რომლებიც ავქმებდნენ ცეცხლს, რომელიც განლაგებულია თვითმფრინავის ქვედა ნაწილში, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში აღწერენ მოდელებს პირამიდის ფორმისა, კენწეროთი გამჭვირვალე გუმბათისა. ისინი ემსახურებიან მოდელებად ინდური ტაძრების სახურავებისა. ესე იგი, ინდური ტაძრის სახურავებზე კიდეა აღწერილი ეს ვიმანები. ძველ ინდურ ტექსტებში მფრინავ აპარატებს უთმობენ 6000 ჯერ კიდევ არ
გამოქვეყნებულ სტროფებს ძველი ინდუსები იყვნენ ზუსტი განსაზღვრებში და შეძლეს გადმოეცათ თავიანთი თხულებებში განსხვავება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების ესე იგი რა განსხვავება არისო სხვადასხვა საშუალო ესა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებს შორის ამას აღწერსო ერთს აქვს ბორბლები და შეუძლიათ გადაადგილება მხოლოდ ზედაპირზე მეორეები დაფრინავენ ატმოსფეროში მესამენი კოსმოსში ძველი ინდური ღმერთები არ იყვნენ წმინდანები არამედ იყვნენ არსებები ხორცისაგან შედგებოდნენ და სისხლისაგან რომლებსაც ჰქონდათ ადამიანური თვისებები ფლობდნენ კაპრიზული ხასიათით ზოგი მათგანი ამ მიწიერ არსებებთან მართავდნენ ნამდვილი ქალაქებით ცაში მათი ნახვა შეიძლებოდა დედამიწიდან ის წყინავდა ოქროთი და ვერცხლით და გადაადგილდებოდა ცაში თითქოს სუქანი ვარსკვლავები იყვნენ ზოგჯერ ცის მცხოვრებებს შორის ხდებოდა სადღესასწაულო ომები მაგალითად მახაბხარატის ტომში პარვას დრონები აღწერილია ლამაზი როგორც კონფეტი ბრძოლა კოსმოსურ ხომალდებს შორის ცაში როდესაც სამი ქალაქი შეხვდა ერთმანეთს ცაში ღმერთმა მახადევამ გაანადგურა ისინი თავისი სამიანი სარტყლის სხივით სამი ქალაქი ალში გაიხვია და პარვატიმ მიჩქაროდა იქ რომ ენახა ეს სანახაობა მაგრამ არა ყველა უცხოპლანეტელები ყველა ვერ შეეძლო მაგრამ არა ყველა უცხოპლანეტელები ყველას ვერ შეეძლო სუნთქვა დედამიწის ჰაერით ცის ღმერთები ატარებდნენ ჟანგბადის ნიღაბებს და შლემებს შლანგებით ამიტომ ამ შლანგებს განასახიერებდნენ სპილოებად რადგან უძველესი ველური ხალხს შეეძლო გოფრირებული შლანგი აღექვათ როგორც სპილოს ხორთუმი რომლის შედეგად გაჩნდა ღმერთი განეშა შივას შვილი განეშა არის კეთილი ღმერთი რომელიც მეთაურობდა შივას ქვეშედგომებს ის რჩება ერთ-ერთი პოპულარული ინდუსი პრეტენდენტებისაგან მეშვიდე ცისა რადგან წინააღმდეგობების გადალახვა შეეძლო რასაკვირველია განეშას
წარმოშობა ეპოში ატარებს სასწავლო მოქმედის ხასიათს, ის შექმნა ზეციურმა არსებამ იმისთვის, რომ სტუმარ მოძულე დედამიწელები მოემზადებინა სტუმარ მოყვარე შემქმნელის მოსლისთვის. ძველ ინდურ ეპიფურ პოემებში და ვედებში კიდევ ნახსენებია ღმერთები, ტყუპები, აშვინები, რომლებსაც შეუძლოთ დედამიწის გარშემო ფრენა თეთრ ზეციურ ეტლზე. ეს მზის ღმერთი, რომელიც ყოველთვის იცინის, არის სერიალი არ გეგონოთ, რომელმაც გაფრენამდე დაეუფლა უნარებს, რომელიც ღმერთებს ჩვევიათ, მაგრამ მას შეეძლო დიდ მანძილიდან ხედვა ყველაფრისა დაწვრილებით, როგორც ყოვლისხედველი თვალი. ძველ ეგვიპტური ღმერთი შევარდენი გორა, ღვთაებრივი გაკონტროლების სიმბოლო, ეს დაბადებული ლოტოსისაგან ღმერთი აგნი, ფლობელი ზეციური რაკეტისა და ფარული ოქროთი და ბწყინავი როგორც მზე, ეს გარუდა ფრინველების თავადი, რომელიც ემსახურება ვიშნუს მაცნედ, რომელიც აფრქვევდა ყველა მტრებისკენ ატომურ ჭურვებს, აქვევდა ალს და დაფრინავდა მთვარეზე და ბოლოს ვიშვა კარმა ერთ-ერთი ლეგენდარული გამომგონებული ზეციური ეტლებისა, ვიმანების, თვითმფრინავებისა და სხვა მფრინავი აპარატებისა და მფრინავი აპარატებისა ღმერთებისთვის. შემდეგი თემა მეფე ხანუმანი. მეფე ხანუმანი. სინამდვილეში ეს სახელი იკითხება ცალ-ცალკე, ხანი და უმანი, მაგრამ მე წერია ყუგა ხანუმანი. მეფე ხანუმანი და პანდავას ძმები. აქ ლექსია, მაგრამ ლექსი მე არ გადამითირგმნია. ცნობილ ინდურ გმირულ ეპოში რამაიანაში მეფე ხანუმანს ეკუთვნის centrალური და დამჯერის როლი. ლეგენდარული ხანი ფლობდა უნიკალური საშუალებებით, მას ჰქონდა თავის ავანგარდში სხვადასხვა საფრენი და სასროლო აპარატები. ტექსტები რამაიანიდან ეჭვსაც არ ტოვებენ ამასთან დაკავშირებით, რადგან ეს ზეციური ეტლები მეფის ველური ხალხისა პოემაში დაწვრილებით აღწერილია. აი, თვითმფრინავის აღწერა ხანუმანის იქ წერია, რომ წინა ნაწილი ამ უძველესი ბიპლანების იყო წვეტიანი ფორმის, კორპუსი მათი იყო წაგრძელებული და ბწყინავდა როგორც ოქრო, მათ შეეძლოთ განევითარათ სისწრაფე 300 კმ/სთ. აღწერის მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ რამაიანისა, ამ ზეციურ ეტლებს ჰქონდათ ცალკე განყოფილებები, ოთახები, საძინებლები, ბორტების გასწვრივ იყო პატარა ფანჯრები, განლაგებული შიდა ოთახები. ამ უცნაური თვითმფრინავებისა შედგებოდა კომფორტული, დიდრად მორთული კაიუტებისაგან. ქვედა ზედაპირები იყო ბწყინავდა კრისტალებით, შიდა გაყოფილებები კი იყო დაფარული მდიდრული გადასაფარებლებით და ფერადი ყვავილებიანი ნოხებით. ამ ეტლებით შეეძლოთ გადაეყვანათ 12 დიდარი ადამიანი, 1 ტონა ბაგაჟი, სიმაღლეზე 1 კილომეტრისა. თვითმფრინავები აფრინდებოდნენ დილით ადრე შრი-ლანკაზე, ცეილონზე მიმართულებით. აიოთხაიასკენ, ესე იგი ცეილონიდან აიოთხაიასკენ
თუ მაგალითად ქონდა გეზი, აფრინდებოდნენ ადრე. გამოდის რომ მანძილი 2280 კილომეტრი ამათის ეტლები გადიოდნენ 9 საათის განმავლობაში. აქ უნდა გაითვალისწინო ის, რომ ამ ძველ თვითმფრინავებს ჰქონდა ორი დაშვება საწვავის გასავსებად და პასაჟირების გასახარებლად. ქალაქებში კინ დაიეში, ეს ქალაქი ასეთი. პირველად მესმის კინ დხაიეში და მეორე მარშრუტი, მეორე წერტილი სადაც შედებოდა შესვენებას აკეთებდა თვითმფრინავი იყო ვაზისტაშრა. ეს უკვე ინდუეთია მე მგონი, ხო? ვაზისტაშრა. ესე იგი, პირველი იყო დაშვება, კიდევ გავიმეორებ. კინ დხაიეში, მეორე ვაზისტაშრამში. მოდით გავყოთ ბინძური მანძილი სულთა დროზე, ფრენის დროზე. გამოდის საშუალო სიჩქარე მიახლოებით 320-350 იყო კილომეტრი/საათში. ცუდი არ არის ეს სიჩქარე მებრძოლი თვითმფრინავისაა. იაკასი ან მესერასი. მეორე სამყაროს გლოვის დროიდან მშვენიერია. ხო, ფრინავებზე ინდურ ეპოში მახაბჰარატაში წერია ბრძოლები ორი მოწინააღმდეგე დინასტიებზე, პანდავებზე და კაურავებზე. ძმა პანდავები და პრინცესა ხშირად სარგებლობდნენ ჩქარი და კომფორტული რეაქტიული თვითმფრინავებით. ხო, მეგობრებო, ეს იყო კარგი დრო ფრინავის სასახლეებისა და ციდან დავარდნილი კოსმოსური ხომალდეებისა. საბ ხარპავანას მესამე თავში, რომელიც არის მახაბჰარატას მთავარი შემადგენელი ნაწილი, აღწერს კოსმოსური დედობრივი ხომალდის მშენებლობას. იქ აღწერენ იმას, რაც ძმები პანდავებისთვის იყო აშენებული მთელი კოსმოსური ხომალდი, ქალაქი. როდესაც ძმები პანდავებმა გაგზავნეს სარაკეტო ქარხანაში თავიანთ რევიზორი იუთხის თხირა, ეს სახელია მათი გაგზავნილი ადამიანისა. ამ იუთხის თხირამ მოყვა სასწაული რაღაცები. თურმე მასეთ ქალაქებს აშენებენ ჰიპერბორეის ქარხანებში და მან ნახა ბევრი რამ ამდაგვარი ხომალდეები, რომლებსაც აქვს სხვადასხვა კონსტრუქციული გადაჭრა და რომლებიც ფლობენ ყველანაირი საჭიროებებით და დაფრინავენ არა მხოლოდ დედამიწის გარშემო და თანავარსკვლავედებზე, აურიგა პლეიადებზე, ვეგაზე, ლირაზე. ხო, არამედ მხოლოდ დედამიწის ატმოსფეროში დაფრინავენ, არამედ თანავარსკვლავედებისკენაც. აურიგა პლეიადებზე, ვეგაზე, ლირაზე, ორიონზე, სირიუსზე. უფრო მეტი მახაბჰარატას ეპოში მითითებულია ამ ოცნაური ქალაქის ომები, რომლებიც მოძრაობენ ამ კოსმოსში. სხვა ინდურ მანუსკრიპტში რიგვედაში იქაც არის აღწერა კომფორტული ფრინავი მანქანებისა. ძველი დროის ინდური აპარატებზე შეიძლებოდა ფრენა სადაც მოგინდებოდა. სხვა პლანეტებზეც კი და სხვა პლანეტებზე, დონეებზეც კი. ეს წილ დონეს ეხება უკვე. პლანეტაშორისო სიმაღლეების სამართავად მაგ დროს საჭირო იყო არანაკლებ ერთი გრავიტაპისა და 3 პილოტების ქონა. გრავიცაპი არის სპეციალური ხელსაწყო, რომელიც მართავს გრავიტაციას.
რომ აფრინდეს და დაფრინდეს. რიგვედაში ახა ასახელებენ საწვავის სახეობებს, მაგრამ საბედნიეროდ სიტყვები, რომლებიც აღნიშნავენ სითხის ნარევებს, გაუგებარია დღეს. რიგვედის პირველ წიგნში, მე-40 თავში, პირველ მუხლში მოიხსენიება ვიწრო სპეციალიზირებული საფრენი აპარატები, რომლებიც გაკუთვნილია სხვადასხვა სამუშაოსთვის. ოპერაციის ჩასატარებლად ადამიანის გადასარჩენად წყლისქვეშა ნავებიდან და წყლის ზედაპირიდან ჩამონგრეული გამოქვაბულებიდან ევაკუაცია უკან დახეული ჯარისკაცისა ბრძოლის ველიდან და პატიმრების გადასარჩენად თავიანთი საკუთარი სხეულებიდანაც კი. პრივილეგია თვითმფრინავების, ვიმანების და ვერთ ფრინავების გამოყენებაში ეკუთვნიან მეფეებს, სულიერ პირებს, მმართველებს, მათ ოჯახის წევრებს, გენერლებს. ფრინავი ობიექტების კონსტრუირების ტექნიკა იყო გადმოტანილი დიდ თვალება ღმერთებისაგან, ამაზე პირდაპირ მიუთითებენ ინდური წმინდა წიგნები და ეს უცხოპლანეტელები, როგორც აჩვენებს საბხა პარვანის ტექსტები, მოფრინდნენ ძველ დროში ორიონის თანავასწავლედიდან დედამიწაზე, რომ ისევ ასწავლონ დეგრადირებულ კაცობრიობას ყველაფერი ის, რაც ადამიანებმა ადრე იცოდნენ, მაგრამ დაავიწყდათ. სანსკრიტულ წიგნებში აღწერილია ნამდვილი ორბიტალური სადგურები, უზარმაზარი კოსმოსური ქალაქები, რომლებიც მაგ დროს ტრიალებდნენ დედამიწის გარშემო ამ კოსმოსურ დედობრივ ხომალდებიდან, ამ დედობრივ კოსმოსურ ხომალდებიდან გამოფრინდებიან 6 პატარა აპარატები. ეს ვიმანები იყო ხიდეები ზეციური და მიწიერი ქალაქებს შორის. ვანა პარვანის და საბხა პარვანის წიგნებში შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია ობიექტებზე, რომლებიც დაფრინავენ დედამიწის გარშემო, რომლებსაც აქვს შესაძლებლობა გადაიყვანონ 1000-დან 2000-მდე და მეტი ფიზიკური ადამიანები და ცხოველები. აქ აგრეთვე მოიხსენიებენ ერთ ადგილიან ფრინავ ობიექტზე მოტოციკლეტები, რომლებზე იყო დაყენებული ელვები, იარაღი, ისტორიის კრებულში, თქმულებებში და საგნებში, რომლებსაც აქვთ სახელწოდება კატასა რიცაგარი, მოთხრობილია საინტერესო ფრინავ აპარატებზე, რომლებიც ხაერზე მძიმე იყო, ის არასდროს არ ტყდებოდა და არასდროს არ ითხოვდა საწვავის შევსებას. მასეთ უფრო თვითმფრინავებს გადაყავდათ ადამიანები ძველი ინდოეთიდან ნახევარ კუნძულ იუკატანზე, ამერიკაში და უკან ჯდებოდნენ საფეხურიანი მოჭრილ პირამიდებზე. შემდეგი თემა უცხო პლანეტელები გატაცებული ლექსი. ლექსი გადავთარგმნე, ალბათ მომეწონა თუ რა არ ვიცი, მოდით მე ლექსს წაგიკითხავთ ყოველი შემთხვევისთვის. შინას მაინც გამოიტანთ თუ არ გამომივიდა მაინც რიფმი.
ლამაზი მზე ფარშავანგის ფრთებით. სალამი მთვარეო, გველეშაპი ღრუბლებში, ეს მე ვარ, თქვენი გმირი, კეთილი რაინდი, მხოლოდ ვწუხარ, რომ ცნობილი არა ვარ ჯერჯერობით, მე სურვილი მაქვს მატრიოშკა სავით გავხსნა გველეშაპი, რომ გადავარჩინო მასში მცხოვრები პრინცესები. დამელოდეთ, გოგონებო, სანამ მე ჩემს ხეულში არ ჩავალ, მე საფრენად ჩემ რთებს მოვამზადებ, გავფრინდები ლეგენდების სამყაროში და მარსზე გადავარჩენ კარფაგენს. ახლა გადავიდეთ ტექსტზე. ყველა დროში დედამიწის მებაღეები აქტიურად მუშაობდნენ და მუშაობენ მიწიერ ერებთან და სელექციას ატარებდნენ და უმჯობესებდნენ ბიორობოტების კონსტრუქციას. ხალხი ყოველთვის სწავლობდა ცხოვრებას თავიანთ სასიკვდილო შეცდომებზე. ზოგჯერ ჩვენ წარღვნამდე დროში უცხო პლანეტელები იტაცებდნენ ცალკე ინდივიდუმებს დღისით, უთიშავდნენ მათ ოპერატიულ მეხსიერებას და უტარებდნენ გადაცებულებს ექსპერიმენტებს, მაგრამ ხშირად გადაცებები ხდება ღამით და უფრო სულთად გამოსდიან ღამით ვიდრე დღისით, როდესაც მიწიერ ხალხს ზინავთ, რასაკვირველია, ბევრი გამტაცებლები მოფრინავს სხვა ფიზიკური და ასტრალური პლანეტებიდან. ისინი არიან ჩვენი თანამედროვეები, მაგრამ არსებობენ მასეთებიც, რომლებიც ბრუნდებიან ჩვენთან ჩვენი აღსრულებელი მომავლიდან. აღსრულებული მომავლიდან, როგორც ჩვენ რომ ჩვენ შეგვისწავლონ, დაგვეხმარონ ჩვენ სულიერ ზრდაში, ჩვენ ხომ ისინი ვართ მომავლიდან, ისინი ვინც მომავლიდან ჩვენთან მოდის, არიან ჩვენ იგივე, ჩვენ ვართ, ოღონდ მომავალში. ჩვენ ახლანდელ დროში ვართ მათთვის წარსულში. ისინი ხედავენ თავიანთ საკუთარ თავებს წარსულში. ხო, და ჩვენ ვინც დაუშვათ გადარჩება და მომავალში იცხოვრებს, მომავალი, ესე იგი მომავალ დროში მცხოვრები მე აკითხავს წარსულ დროში მცხოვრებ მეს. პირს. ხომ გეცვენ ჩემი? ხო, მათ უნდა დაგვეხმაროს სულიერ ზრდაში. ჩვენ ხომ ისინი ვართ და ჩვენი ძლიერი სიტყვებისაგან და მოქცევებისაგან დამოკიდებულია მათი ცხოვრება. დედამიწელები, რომლებიც მოფრინავენ ჩვენთან ჩვენი მომავლიდან, ცხოვრობენ პლანეტა დედამიწაზე, სადაც 3,000-5,000 წლებს შორის ცხოვრობენ 3,000-5,000 წლებს შორის ჩვენი ერისა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მთავარი მასა კაცობრიობისა აითვისებს დროში მოგზაურობებს არა ადრე 1000 წლეულისა, 3000 წლისა. შემდეგ კი ამ ძირი კაცობრიობის ნაწილისა ფიზიკურ დედამიწაზე უბრალოდ არ იარსებებენ. ალბათ 3000 წლების შემდეგ, როდესაც ჩვენ არ ვიქნებით, ჩვენ დავკარგავთ ინტერესი დროში და სივრცეში მოგზაურობის მიმართ და დავჯდებით სახლში. მოგზაურები დროში ცხოვრები დედამიწაზე 3284 წელს ატარებენ ჩვენზე სხვადასხვა ექსპერიმენტებს. ისინი მოფრინავდნენ დისკისებურ ფორმის
NLO-ზე ობიექტებზე ჩვენ სამარცხვინოდ ექსპერიმენტის უდიდესი ნაწილი ჩვენ შთამომავლებზე თავდება. უიღბლოდ ან იღბლიანად. ისინი, რომლებიც ხშირად ცდებიან ისტორიულ ექსპერიმენტებში ჩვენზე, ესენი არიან ჩვენი სისხლის ძმები, პლეიადენელები, პლანეტა ბელიმიდან, ვარსკვლავ მაიადან და ტოლტეკები პლანეტა ანუმიდან, ვარსკვლავ ლისმიდან, მაგრამ პლეიადინელები, რომლებიც ცხოვრობენ მომავალში 52,000 ხო, არა, მე ხა დაგისახელებთ ისეთ წელს, რომ ალბათ გაგიკვირდებათ. ხო, პლეიადენელები ხომ ცხოვრობენ, მე ხშირად ვახსენებ პლეიადებს. ისინი თურმე ცხოვრობენ 52,953 წლის მომავალში. თითქმის არ უშვებენ ეს პლეიადენელები, თითქმის არ უშვებენ შეცდომებს და მე მინდა დავამატო, რომ წინა თავში ხო ვთქვი, რომ პლეიადელება შექმნეს მოხოლოიდური რასა. ისინი არიან ძმები, გონებით მათი ცდები ჩვენთვის წინეული არის და სასარგებლო, ამიტომ მოყავს ჩვენი სულიერი ზრდისკენ. ეს ღმერთები ტოლერანტული არიან ან უდრიან ანდრომედიანელებს, მაგრამ მასეთი ჭკვიანი ქრონონავტებს ხდებიან დედამიწაზე გახარებულები. ეს პლეიადინელები არ დაფრინავენ არც თევზებზე, არც მის დისკებზე. მაგათმა დიდი ხანია აითვისეს ტელეპორტაცია და შეუძლიათ მომენტალურად გადაადგილდნენ სხივით ნებისმიერ წერტილში, დროის და სივრცის ნებისმიერ წერტილში და ქმნილების ნებისმიერ წერტილში. ყველა ჯგუფი ადამიანებისა და არა ადამიანებისა, რომლებიც მოფრინავენ დედამიწაზე, აქვთ კონტაქტი მეფურ გვარებულობებთან და განვითარებული ქვეყნების მმართველებთან. მათ დამსახურებით საიდუმლო კონტაქტების დამსახურებული განვითარებულ ქვეყნების მმართველების და უცხოპლანეტელების თანამედროვე კაცობრიობა 7 მილიონი ნაბიჯებით მისწრაფვის სამეცნიერო ტექნიკურ რევოლუციისკენ, მაგრამ მესამე ტვინი შუა დედამიწელებისა ჯერ არ არის მზად იმისთვის, რომ სწორად მოიხმარონ მიღებული ტექნოლოგიური ინფორმაცია. ამიტომ სამეცნიერო ტექნიკური რევოლუციას მოაქვს მათთვის სულიერი დეგრადაცია და გლობალური კატაკლიზმები. საერთოდ გატაცებები ერთ და იგივე დედამიწელებისა იწყება 3-4 წლიდან და გრძელდება 50 წლამდე, თუმცა ბევრი უცხოპლანეტელები ატარებენ ექსპერიმენტებს, რომლებიც დაკავშირებულია დედამიწის რობოტების გამრავლებასთან. ესე იგი, ადამიანებს უღებენ თესლს და კვერცხ უჯრედს, მაგრამ მათი მთავარი ამოცანა დაკვირვება ჩვენ სულიერ ან უსულო ზრდასთან. ზოგჯერ დროში მოგზაურობები გამოდიან დამცველი ანგელოზების როლში. ზოგჯერ დროში მოგზაურები გამოდიან დამცველი ანგელოზების როლში, ან შავი მშობლების როლში. ისინი თიჩავენ პოტენციურ პარტნიორებს ან
გაიანარაღებენ ჩვენი კანონებით, დროის და სივრცის კანონებით, აქნევენ ჩვენ წინაშე მთებით და ქარებით იმისთვის, რომ დაგვეხმარონ ჩვენ გავიხსენოთ ჩვენი თავი. ანგელოზები მოყვებიან ჩვენ ცხოვრების განმავლობაში ერთი ცხოვრებიდან მეორეში, შემდეგ რჩევებს გვაძლევენ ფიზიკური სიკვდილის შემდეგ იქ ასტრალურ სამოთხეში, სულების სკოლაში ისინი გამოდიან საკლასო მასწავლებლის როლში, ისინი გვაძლევენ ჩვენ სუბუქ დავალებას ამ ცხოვრებაში და ყველანაირად გვეხმარებიან ჩვენ ამ დავალების შესრულებაში ახალ დაბადების შემდეგ. ჩვენ დროს არსებობს ბევრი პარალელური ფიზიკური სამყაროები, რომლის მობინადრეები იტანჯებიან ომებისაგან, ემოციური პრობლემებისაგან, გარე სამყაროს დაბინძურებისაგან, მაგრამ ახლანდელ წყაროს მიხედვით დატოვეს მხოლოდ ერთი დროის ხაზი. ჩვენი თეთრი და ბროლის შთამომავლობა ცდილობს გაექცეს ყველაფერს ამას და დაგვეხმარონ ჩვენი ზარმაცი სხეულების გაღვრძებაში, იმის მაგვარად, როგორც ბიპლანი არ შეაკავეს სტარზე ყუდით, თუ არ შეაკავეს ბიპლანი სტარზე ყუდით, ის არ აფრინდება, რადგან არ ყოფნის რაზგონი. მასივია ადამიანის სული, ის არ აფრინდება ღმერთთან, თუ არ განიცდის იქნება სიძნელეებს. უცხო პლანეტელები, რომლებიც იტაცებენ ერთ და იგივე განსახიერებულ სულს, რამდენიმე ცხოვრების განმავლობაში მოქმედებენ თანამედროვე მეცნიერ ბიოლოგებივით, რომლებიც ნიშანს უკეთებენ ფრინველს, ცხოველს და სხვა ველურ ცხოველებს მათ შესასწავლად. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ კოსმონავტი ხართ და უცებ ხდებით თქვენი მოღრანჯული რაკეტით მეხუთე საუკუნეში ან მაგალითად მე-10 საუკუნეში ჩვენ ერაში. თუ თქვენ დაამთავრეთ ინსტიტუტი, თქვენ ცოდნები გაქვთ ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ელექტრონიკაში და სხვა ტექნიკურ საგნებში, ჩვენ წინაპრებს გავუღვიძებთ შიშს. ისინი ჩავქთრიან ნასწავლ ღმერთად, რომელიც ჩამოფრინდა მათ ციდან. ამდაგვარად ჩვენთანაც მოდიან ადამიანები, მომავლიდან დამცველი ანგელოზები, ბჭყალებში პლეიადინელები და ანდრომედიანელები, მოგზაურები დროში. ეს ჩვენ ვართ მომავლიდან, იქ ჩვენ ვისწავლეთ ჰიპერსივრცის გამოყენება და ვხტებით ჩვენ გაბერილ ბუშტში ჩვენ საუკუნეში. ქვესივრცის გადასასვლელის დახმარებით გადასვლის ტექნოლოგიებზე მე აუცილებლად მოგიყვებით, მაგრამ მოგვიანებით წარღვნის შემდეგ სხვა ზღაპრებში. ახლა კი მე მოკლედ მოყვები ზოგ საინტერესო უცხო პლანეტელებზე, ჰუმანოიდებზე, რომლებიც უფრო ხშირად სტუმრობენ ჩვენ მოხუც დედამიწას. ისინი რგავენ ხეებს და ადამიანებს დედამიწის ბოლოებში. აქ შევჩერდეთ.